მიამბე აფხაზეთზე. დღევანდელი რუბრიკის სტუმარია სპორტული კომენტატორი, თბილისის საპატიო მოქალაქე ჯამლეთ ხუხაშვილი. მე მართალია აფხაზეთში არ გავზრდილვარ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მთელი ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილი მაქვს გატარებული და შეიძლება ითქვას ლამაზი დღეები აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქში, სოხუმში, გაგრაში, ოჩამჩირეში, ლესელიძეში. ეს ალბათ არცაა გასაკვირი, იმიტომ რომ მე უკვე 52 წლის სტაჟი მაქვს სპორტული კომენტატორობის და რა თქმა უნდა, რეპორტაჟები წამიყვანია მე სოხუმიდან, ოჩამჩირედან, გაგრიდან, ლესელიძიდან ჩვენ გქონია მაშინ, როდესაც რეპორტაჟები კი არა, ჩანახატები, იმიტომ რომ ლესელიძეში ყველა საფეხბურთო კლუბი და სპორტული კლუბები ჩამოდიოდნენ და ჩამოდიოდნენ ვამბობ, იმიტომ რომ მე მას მიზეზი ვიყავი ესე გამოდის, ჩამოდიოდნენ და იქ ატარებდნენ თავიანთ შეკრებებს. რა თქმა უნდა, თბილისის დინამო როგორც კალათბურთში, ასევე ფეხბურთში ყოველთვის იყო ლესელიძეში და ლესელიძეში იყო ძმობის აღლუმი, ძმობის ზეიმი. გარდა ამისა, სოხუმში არიან ჩემი ნათესავები დაბადებულები, ეს გიგლა ხუხაშვილის ოჯახი, გიგლა ხუხაშვილი ცნობილი დრამატურგი. მახსოვს პატარა ვიყავი 10-12 წლისა ეს როცა ჩავედი პირველად სოხუმში შეჯიბრებაზე დავდიოდით მერე უკვე როგორც მწვრთნელი ჩავდიოდი როგორც კომენტატორი სოხუმში იყო ოლიმპიური ბაზა ეშერას ოლიმპიური ბაზა და აი ამ ეშერას ოლიმპიურ ბაზაზე საბჭოთა კავშირის ნაკრები ჩამოდიოდა სხვადასხვა სახეობაში და ერთხელ ჩემი შვილი და ჩემი ძმისშვილი იყვნენ ამ საბჭოთა კავშირის იონერთა ნაკრების წევრები იყვნენ და ჩვენ ჩავდიოდით სწორედ ეშერაში იმისათვის რომ მიგვედებნებინათ თვალი ეს არის დაახლოებით 84-5-6 წლები ჩავდიოდით და ტკბებოდით იმით რომ ეს ოლიმპიური ბაზა ერთ-ერთი პირველი აშენდა სწორედ სოხუმში მოდიოდნენ აი ამ ნაკრების ქართველი წევრების სანახავად იქ აფხაზი ბიჭები, მეგობრები, ჩვენი ახლობლები, ჩვენი ნათესების მეზობლები და ესეთი ურთიერთობა გქონდა. ყველა ჩვენი გულშემატკივარი იყო, იქ აფხაზები იყო, მოდიოდნენ, გვერდში გვიждდებოდნენ. იყო პერიოდი, როდესაც ჯიხური საერთოდ არ იყო და ისე მიყვარდა და ხალხში ვიჯექით. ამის გარდა ქართველი ებრაელები იყვნენ ძალიან ბევრი სოხუმში, განსაკუთრებით აი ჩერნომორეცის საზოგადოებაში. ძალიან ბევრი ქართველი ებრაელი მუშაობდა იქ და ჩვენ გქონდა ნათესაური ქართულებრაული და ესეთი ამხანაგური დამოკიდებულება ერთმანეთთან, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ კოდე მახარაძე და მე და ასევე კიდევ ჩემი კოლეგები თემურ ჯაფარიძის თამადობით ჩვენ ძალიან ხშირად მივდიოდით მივლინებაში. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატების გარდა იყო პერიოდი, როდესაც მიდიოდა აი როგორც ხიარული სტარტები, შეჯიბრებები და ხდებოდა ქალაქი ქალაქს, რაიონი რაიონს, რეგიონი რეგიონს და ასე იყო სოხუმი თბილის და ჩვენ ჩასული ვიყავით რამდენიმეჯერ მე ძალიან კარგად მახსოვს თუ როგორ ხდებოდნენ ადგილობრივი აფხაზები რა ძმური დამოკიდებულება იყო და არ არსებობდა რომ რომელიმე ჩვენი ღონისძიება დასრულებული იყო მეორე ტაიმის გარეშე. კარგად იცით თუ რას ნიშნავს მეორე ტაიმი. ანუ არ წავსულიყავით რესტორანში და იქ არ გვეზეიმა ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება. მე არასდროს არ დამავიწყდება ასევე როგორც მწვრთნელი ჩავდიოდი სოხუმში და ვატარებდი საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს, არა როგორც კომენტატორი, არამედ როგორც მწვრთნელი. მე მინდა ჩემი მამამასწავლებელი კოდე მახარაძე ვახსენო, იმიტომ რომ კოდეს განსაკუთრებით უყვარდა იქ სტუმრობა, განსაკუთრებით უყვარდა გაგრაში. ჯერ ერთი სწორედ აქედან წამოვიდნენ უამრავი ჩვენი მომავალი თბილისის დინამოელები. ტარდებოდა საკმაოდ მაღალ დონეზე კალათბურთის ჩემპიონატები, კალათბურთის სოხუმში იყო ერთ-ერთი ნომერი პირველი და სოხუმელებთან პაეკრობა იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ძნელი. მე აფხაზეთი არ დამავიწყდება, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე ევა ბაბალაშვილი
პირველად, როდესაც ჩვენ მქონდა ერთმანეთთან რომანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეზობლად ცხოვრობდა, უფრო გამზაბდა, სწორედ გაგრაში. გაგრაში მქონდა პაემანი, ჩვენ ზღვის ტალღებში. ნაცები დაყვებოდნენ და როცა პლეაჟზე ჯდებოდნენ, დურბინი ჰქონდათ მომარჯვებული მის ბიცოლას, ბიძებს და ასე შემდეგ, რომ ჯამლეტი არ გამოჩნდეს აქ ახლო ამ პლეაჟზე. და ჩვენ რო ვიცოდით ამის შესახებ, მე და ევა კარგად ცურავს სხვადასხვა და მეც ნორმალურად ბუიოკი არის, ბუიოკი რუსულად ქვია რკინის ბურთი, რომელიც არის იმისათვის, რომ ჩამოეკიდო თუ რაღაც მოგივიდა, ხო და თან არის საზღვარი, იმისა რომ იმის იქით ცურვა აღარ შეიძლება. ჩვენ აი ამ ბურთულასთან დავნიშნეთ პაემანი და მე უნდა შევხედროდი იქ, უნდა გამოეცურა ძალიან შორი იყო, ეხლა მათი ბინოკლი უკვე იქით ვეღარ მიაღწევდა, მაშინ არ იყო სამხედრო ბინოკლები. მოკლედ იქამდე იყო დაახლოებით 300 მეტრი, გამოცურა. მე შევედი ზღვაში აკვალანგით, ესე იგი შევედი და ამოვცურე ზუსტად იმ დროს სწორედ იმ რგოლთან, იმ ბუიოკთან ამოვცურე და ბუიოკი იყო საკმაოდ დიდი, 1 მეტრის უფრო მეტი. ისე რომ აქედან არაფერი არ ჩანდა. პირველად ხმამაღლა აი ამ პაემანის შესახებ ყვები ეხლა, იმიტომ რომ ჩამოვარდა აფხაზეთზე საუბარი, ისე რომ მე აფხაზეთი არასდროს არ დამოვიწყდება ეს პირველი შეხვედრა ჩვენი და რა თქმა უნდა, როგორც მოვხსენეთ, ეს მოხდა გაგრაში. უკვე როცა დაუჯახდით, ძალიან ხშირად ვისვენებდით სოჩში. და მიდიოდით მანქანებით და აუცილებლად მე და ჩემი ძმა ოჯახით ჩერდებოდით აუცილებლად სოხუმში. რესტორან ეშერაში ჩავდიოდით და იქ იყო რაღაც სასაული, ძალიან მამაპაპური, სითბო. ურთიერთობა იყო ისეთი, რომ ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ ოდესმე ჩვენ შეიძლება აი ასეთი ფინალის არ ვიტყვი, იმიტომ რომ ფინალი იქნება მშვიდობიანი. ნახევარფინალის მოწმე შეიძლება გამხდარიყავით, რომ ჩვენ დავრჩენილიყავით აფხაზეთის ამ გენიალური და ლამაზი მიწაწყლის გარეშე. მაინც იმედი მაქვს, რომ აფხაზეთის ცენტრალური სტადიონიდან მაინც ოდესმე წავიყვან რეპორტაჟს. მოვესწრები მიუხედავად იმისა, რომ წლებში ვარ შესული და უკვე 52 წლის სტაჟი მაქვს. ალბათ მაინც სიმბოლურად შეიძლება ეს რეპორტაჟი მეც წამოყვაინონ როგორც ერთ-ერთ ყველაზე პეპერს და ერთ-ერთ ყველაზე ასაკოვანს. თქვენ ახლა ხედავთ ჯამლეტ გუფაჟის მე და ნიკა გაბელიას კომენტატორებს, რომლებიც წაუძღვებით დღევანდელი შეხვედრის რეპორტაჟს და ლაბარაკობს და აჩვენებს სოხუმი. ჩვენ აი ასე ვიწყებდით, ესე დავიწყებთ, სხვადასხვა ნუგზარ ჯუღელმაც თქვა, რომ მე მაინც დავბრუნდები და მაინც წავიყვან. ლაბარაკობს და აჩვენებს სოხუმი და მეც ვიმეორებ და ჩემი ხმისთებრით, რომ დავიწყებ ასე ლაბარაკობს და აჩვენებს გაგერა, ლაბარაკობს და აჩვენებს სოხუმი, ლაბარაკობს და აჩვენებს ლესელიძე.